ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ ხალხო, რომ ჩვენ ერთმანეთის გარდა სხვა არავინ არ გვყავს. დედა ღვთისმშობლის და ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ. და ღვთისმშობელი ჩვენ ამ ერთად დგომას და აი ამ სულისკვეთებას და აი ამ თავგაწირვას აუცილებლად აკურთხებს. და თხოვს თავის ძეს, რომ შეიწყალე. არაფრის მაგნიცები არ არიან, მაგრამ შეიწყალე, არ უნდათ. ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვას არ ეგუებიან. ცემეს, აწვალეს, ტანჯეს, გაზით დახუთეს, ტყვია ესროლეს, ციხეებში ჩაყარეს, მაინც იძახიან ღირსება, სამართლიანობა, სარწმუნოება, ზნეობა. როგორც მე-12 ლოცვებში არის. ზიარების წინა ლოცვებში რომ ცოდვილიც ვარ, ყველაფერი ვარ, მაგრამ მართლმადიდებელი ვარ და ამით შემიწყალეო. აი ეს რო გვეთქვას, ღვთის წინაშე რო დავდგებით, რომ ჩვენ მაშინ, როდესაც ჩვენს მომავალს უყრდიდნენ და ჩვენ მიწაწყალს ყიდიდნენ, ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილს, სახში არ ვიჯექით და ვიბრძოდით. აი ეს არის ჩემი სათქმელი.